ეს წიგნი არის წერალზე. დეტექტივსაც წაიკითხავთ. ძალიან კარგი მეთოდია წიგნში შესატყუებლად. ნიუ-იორკი ირეკლავს პერსონაჟებს და პერსონაჟები ირეკლავენ ნიუ-იორკს. გვინდა რო გვიყურონ თუ არ გვინდა. მოდი მეტნაკლებად მოვყვეთ ეს ამბავი. შეთანხმება დავდეთ, რომ ერთმანეთს უთხრათ ყოველთვის სიმართლე. ძალიან რთულია რომ მოიხელთო რეალობა, იმიტომ რომ ადამიანს ჭირდება დამკვირვებელი. არა გარეთ დანაშაული არამედ შიგნით. აი ამ თვალთვალში ჯერ დაკარგა საკუთარი ცხოვრება და თავი. საგანი აღარ არსებობს. შეგეძლოს დროზე თვალის მოცილებაც და თვალის გაყოლებაც. პოლ ოსტერი ეს არის ნიუ-იორკის ავტორი. დადიხარ ნიუ-იორკის ქუჩებში რაღაც დროს გიჩნდება განცა რომ კინოში ხარ. ეს არის საოცრად მყუდრო ქალაქი. შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი თემა აქაც ისევ ეს არის მარტოობა. ნიუ-იორკი როგორც სექსუალობის, თავისუფლების, მარტოობის და სიკვდილის იმავდროულად შესაძლებლობა. ადამიანი რომელიც მხოლოდ საკუთარ ცხოვრებას და თავს აკვირდება, ვერაფერს ვერ დაწერს. თუ კი არსებობს ტერიტორია, მხოლოდ ლიტერატურული ტერიტორია არსებობს. ვინც აკვირდება, იმასაც აკვირდებიან. მომავდა მაგათა ქრისტის აენთო თვალებიო და მივხვდი რომ რაღაცა დაინახა სიუჟეტური. ჩვენ ნახეთ, რომ ექსგიბიციონისტი კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ვუაერისტი. პრინციპში გვრთავს კულტუროლოგიურ პროცესში ავტორი. პოლ ოსტერი, ნიუ-იორკული ტრილოგია. მოგესალმებით ჩვენს YouTube არხმის მინეზე. ჩვენი გადაცემა ერთი წიგნი უნდა დავიწყოთ და სანამ წიგნზე საუბარს დავიწყებ, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს სპონსორს Coca-Cola-ს და მთის წყალს, რომელიც განსაკუთრებული გამორჩეული და ანკარა წყალია. ბევრი კონკურსის გამარჯვებული. აი ერთ კლუბს მოვსვამ და დავიწყოთ საუბარი. შესანიშნავი ჭიქებით კი. და დავიწყოთ საუბარი დღევანდელ ავტორსა და წიგნზე, რომელიც შარშან გარდაიცვალა. პოლ ოსტერი, ნიუ-იორკული ტრილოგია, ეს არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ამერიკელი მწერალი, რომელიც გარდა იმისა, რომ თავადაც საინტერესო ისტორიას ყველა წიგნში გვიტოვებს ხოლმე კიდევ სხვა მწერლებზე ძალიან საინტერესო პოეტებზე და მწერლებზე საინტერესო ამბებს, რომელსაც მე კიდევ სხვა ლიტერატურულ სამყაროში გადავყავ. პოლ ოსტერი და მისი მეუღლე ცირი ჰუსტვედი მწერლები არიან და მახსოვს ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ჟურნალისტმა კითხა, უშლით თუ არა ერთმანეთს ხელს და რამდენად კომფორტულია, როდესაც სახლში ცხოვრობს ორი მწერალი. მე შემიძლია აქვე დარწმუნებით თქვა, რომ პოლ ოსტერი ბევრად უკეთესი მწერალია, მიუხედავად ჩემი ქალური სოლიდარობისა ცირი ჰუსტვეტის მიმართ, მაგრამ ასეთი პასუხი გასცა, რომ ჩვენ გადაწყვიტეთ, შეთანხმება დავდეთ, რომ ერთმანეთს ვუთხრათ ყოველთვის სიმართლე. და ვიყოთ ერთმანეთის მკაცრი კრიტიკოსები, ეს არის ალბათ ზუსტად შენიანი, რომელიც სანამ დღის სინათლეს ნახავს ტექსტი, ის გაატარებს კრიტიკულ ქარცეცხლში თუ საჭიროა, მაგრამ მე პირადად მაინც არც ამას ვენდობოდი, იმიტომ რომ წერალს როცა რაღაცის დაწერა უნდა დაწეროს და გადაწყვიტოს მე მკითხველმა იყო თუ არა ეს გამოქვეყნების ღირსი. მე ვფიქრობ, ცირი ჰუსტვეტი ძალიან კარგი მკითხველი იყო, იმიტომ რომ უამრავი კარგი ტექსტი დაგვრჩა პოლ ოსტერისგან და ერთ-ერთი ასეთი არის აი სწორედ ნიუ-იორკული ტრილოგია. ეს არის ალუზიების სხვა მწერლებთან გადაძახილისა და ქალაქის როგორც პერსონაჟის ამბავი. ვინც ნიუ-იორკში ნამყოფია და ჩვენ სულახლახანს შენ ადრე მე კი სულახლახანს მქონდა ბედნიერება ეს ქალაქი მენახა და რაღაცნაირად გადაკითხვისას იცი რა ვინატრე, რომ რა კარგი იქნებოდა იმ ქუჩებში რო გველო, რომელიც პოლ ოსტერს აქვს დაწერილი ამ ტრილოგიაში და ასე გველაპარაკა ამ კრებულზე, ხო? იმიტომ რომ ქალაქიც ძალიან კარგად ჩანს და ქალაქის რუკა, სადაც დადის და საინტერესო ამბებია, გარდა იმისა, რომ ეს თავიდან შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის დეტექტივები, შუაგზაში ხვდებით, რომ სინამდვილეში ეს არის
დამწერლობის, დამკვირვებლის და საკუთარი იდენტობის ძიების მთელი არსი, რასაც მწერალი არის ერთგვარი დეტექტივი, რომელმაც უნდა იკვლიოს სამყარო, უნდა იკვლიოს ქალაქი, უნდა იკვლიოს საკუთარი პერსონაჟები და ასე დაკარგოს ან იპოვოს საკუთარი თავი, ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმო, რასაც ჩვენ ამ წიგნში ვხვდებით, ხედავთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც პერსონაჟი, ამ შემთხვევაში მწერალი შეგვიძლია ვთქვათ, იწყებს სხვის ცხოვრების ძიებას და სხვაზე დაკვირვებას, კარგავს საკუთარს. და აქ მე გამახსენდა ჩვენი ერთი საუბარი, გახსოვს კაფკაზე, როდესაც მას ფუნქცია ეცვლება მწერალს და ენიჭება სხვა ფუნქცია, როგორ კარგავს ის თავის ნამდვილობას, ხო და იქცევა თავის ტექსტად. ამ შემთხვევაში კვლევის საგნად. როგორც კი დაკვირვებას იწყებს სხვა ობიექტზე, ცხოვრობ მისი ცხოვრები და ამას თქვათ, ზედაპირული კვლევა ქვია, როდესაც იწერს აი მისი პერსონაჟი იწერს გახსოვს წითელ რვეულში და შემდგომაც მეორე თავშიც და მესამეშიც ყველგან ვხედავთ რომ რაღაც დეტალებს რომელსაც ერთი შეხედვით ზედაპირული დეტალები ქვია საწავი და ვის შეხვდა რა ჭამა რა თქვა რამდენი ხანი იჯდა რამდენი ხანი იდგა შუქირადი ნაგავსში რა ეძებდა და რა მოაგროვა ამ ნივთების ჩამოსვლა და მე ხვდები რომ დაწერე წიგნი როგორც თავის დროზე პრუსტი მიხვდა რომ წიგნის წერისთვის მომზადება უკვე პრინციპში წიგნია და როგორ დავწერო წიგნის წერა წიგნის თავისთავად წიგნია ასე ხვდებით რომ დაკვირვების პროცესი და წერის პროცესი არის უკვე და მომზადების ხვისი ცხოვრების აღწერა უკვე შეიძლება იყოს გამზადებული წიგნი რა მომენტში ჩვენ ყველაზე კარგად გაიცნობ საკუთარ თავს ამიტომ მიკვირს ხოლმე როდესაც წერალს არ აქვს მაგალითად თვითრეფლექსია იმიტომ რომ ყველაზე მეტი საჩუქარი ცხოვრებისგან თუ ვინმეს აქვს თვითრეფლექსიის დროისა და შესაძლებლობების სახით აქვს წერალს, ხო? და შემთხვევითი არ არის, რომ პირველივე პერსონაჟი, რომელიც ასევე აღებული არის სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოები, ამ შემთხვევაში ედგარ პოსი, შემდეგ ხედავთ, რომ თვითონ პოლოსტერია ეს პერსონაჟი ხდება პოლოსტერს. რომელიც პერსონაჟი რომელსაც შემთხვევით თავად მას მიჩნევენ პოლოსტერად. ოღონდ დეტექტივ პოლოსტერად. დეტექტივ პოლოსტერად ეს არის საკუთარი თავის რაღაც უცნაური კამეო წიგნში, მაგრამ ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო. უბრალოდ ეს არის წიგნის სარკე. და ქალაქით დაიწყე შენ საუბარი, ნიუ-იორკი ირეკლავს პერსონაჟებს და პერსონაჟები ირეკლავენ ნიუ-იორკს. მრავალი იდენტობით, მრავალი სახით, ტრაექტორიით გაჟღენთილობით ნიუ-იორკში, ქალაქში, ქალაქის ნაწილი ხდება, ხო, ამ სუბსტანციის ნაწილი ხდება თითოეული პერსონაჟი და ნუ პირველ ნაწილში ტრილოგიის საერთოდაც, როდესაც ის დაკვირვების, ობსესიური დაკვირვების და პერსონაჟის მოლოდინის პირობებში ნიუ-იორკელი, ასე ვთქვათ, ბოგანო ხდება, ხო, κουინი, რომელიც იმავდროულად მრავალი იდენტობის მატარებელია, ხო? რომ მანამდე მხრობელი პერსონაჟთან და ბევრ ამბავთან და ბევრ სახელგვართან იკვეთება. მოდი მეტნაკლებად მოვყვეთ ეს ამბავი. ხო. პირველი ამბავი ეს არის, როდესაც ჩვენს გმირს, Queen-ს თხოვენ დაკვირვებას ადამიანზე, რომელიც თითქოს ემუქრება ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოდის და ემუქრება თავის შვილს და შვილის ცოლი იქირავებს იმისათვის, რომ დეტექტივად. კერძო დეტექტივად. რომელსაც ოღონდ ერევა რომ ეს არის არა Queen-ი, არამედ პოლოსტერი. კი, პოლოსტერი გონია დეტექტივი, ხო, ასე მოსაყოლად ცოტა რთულია, იმიტომ რომ ხო, ერევა სინამდვილეში სხვა და მე ჩვენი Queen-ი პოულობს ნამდვილ პოლოსტერს, რომელიც ასევე არ არის დეტექტივი და არის მწერალი. და იმავდროულად Queen-ი ფსევდონიმი წერს რომანებს, უილიამ უილსონის სახელით, რომელსაც ფსევდონიმია, რომელიც არის დეტექტივებს წერს. ხო, და აქაც ხედავთ რომ პრინციპში რამდენაირი შეიძლება იყოს და რომ არ აქვს მნიშვნელობა. მერეც კი, როდესაც სადგურზე გადის, რომ ამ თავის დასაკვირვებელ ობიექტს დახვეს, ორი ადამიანი ისე გავს ერთმანეთს, რომელს გაყვეს არ იცის და რომელს უთვალთვალოს და მე ერთ-ერთს აირჩევს და წიგნის ბოლოს ამბობს ამ ნაწილის ბოლოს ამბობს კიდეც მეორეს რო გაყოლოდა რა იქნებოდა და რაც თავი აქ ჩანს რომ აი ამ თვალთვალში ჯერ დაკარგა საკუთარი ცხოვრება და თავი და ამას ჩვენ ყოველთვის ხედავთ რომ ის არ არსებობს, ოდესაც შენი მზერა მიმართულია ობიექტისკენ
მუდმივად ამ დროს შენ სუბიექტს კარგავ საკუთარ თავში, ხო? იმიტომ რომ მთლიანად მოცული ხარ, მაგრამ შეიძლება იპოვო რაღაცა შენში, რაც აქამდე თვალში არ მოხვედრია. და რაც თავარია, ყველაზე მთავარი გაგექცეს ნიუსი, ამბავი, რომ ეს ადამიანი აღარ არსებობს. თავი მოუკლავს და შენ ეძებ ისე, იმიტომ რომ და ეს ჩემთვის არის მეტაფორა ზოგჯერ პოლიტიკაში და ზოგჯერ რაღაც საქმეში საგანი აღარ არსებობს. რომელიც მიკროსკოპში, ან ტელესკოპში, ან გამადიდებელ შუშაში ყურებისას ამ დროს კარგავს გარემოში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას, რომ ის რომ დაკვირვება აღარ არის საჭირო, იმიტომ რომ დაკვირვების ობიექტი გაქრა. აი ამ შემთხვევაში და დამკვირვებელის გაქრა საბოლოო ჯამში. დამკვირვებელიც გაქრა და ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ აი ამ უნარს, რომელიც გადარჩენის მთავარი რეცეპტია ალბათ შეგეძლოს დროზე თვალის მოცილებაც და თვალის გაყოლებაც იმისკენ, რასაც აკვირდები. იქნება შენი ცხოვრება სხვისი თუ მსოფლიოსი, ხო? და ამ ყველაფერს ფონად, რა თქმა უნდა, ახლავს ულამაზესი ძალიან საინტერესო და შეიძლება ერთგვარი სპეციფიკური მისტიკით სავსე ქალაქის ამბავიც. ალბათ პირველად რო წავიკითხე, ბევრ წიგნსა და ფილმში მინახავს ნიუ-იორკი, მაგრამ სულ მაინტერესებდა აი ეს ტრაექტორიები, სადაც ჩვენი გმირები დადიან. ნიუ-იორკში ტრაექტორია ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზავს და რაც თავარია მე რებუსაც ასე გამოიცნობს. აი რისი თქმა უნდა, ასოებს რომ წაიკითხავს, რისი თქმა უნდა მის ობიექტს მისთვის თან გეჩვენება მე რომ ისიც გელაპარაკება და ისიც გიყურებს როგორც უფსკულს რო უყურებ მე უფსკულს რო ყურებას გიწყებს ზუსტად ასე ხო? ან იქნება რაღაცა ტიპის ჰალუცინაცია ეს იქნება რაღაცა შიზოფრენიული მდგომარეობა სადაც შენ კითხულობ რაღაცას აი ეს კითხვა სხვათა შორის სულ ისმება რომ ხედავ თუ არა იმას რასაც გონია რომ ხედავ და საერთოდაც არ გელაპარაკება ამ ნიშნები და შენ ეძებ ამ ნიშნებს და მეორე უკვე მეორე ნაწილში ჩვენ მაწყდებით რომ თურმე აქეთ ვინც აკვირდება იმასაც აკვირდებიან და ეს არის ზუსტად აი ეს ყურება სადაც აქეთ გიყურებენ თურმე და იქაც უკვე შემოდის ფერები black white blue აკვირდება blacks და აღმოჩნდება რომ ბლექი აკვირდება კიდევ აქეთ სხვას და მასაც ხო და ადულტერის ამბავია ადულტერის ისტორია და ჩემთვის ყველაზე საინტერესო მაინც იყო მესამე ნაწილი სადაც ცნობილი წერლის ნათანიელ ჰოთორნისა და მისი მეგობრის ამბავია აღებული საფუძვლად ორი კაცის მეგობრობის ამბავი გახსოვს როგორ ეკითხება დედას რომ აი პირველი ნამდვილი სულიერი სიახლოვე როდესაც ბიჭებს აქვთ ხოლმე თავის კლასელთან ან მეგობართან ან მეზობელთან და ეს აღფრთოვანება როცა გამოიხატება რომ შეიძლება ცოლად მოვიყვანო ფენ-შოუ იმიტომ რომ ის არის მისთვის ყველაზე გამგები ყველაზე ძვირფასი საყვარელი და სათნო ადამიანი და ხედავთ რომ მთლიანად ითვისებს მის ცხოვრებას. აი ეს არის ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური მომენტი, როდესაც შენ ადამიანის ბიოგრაფიის დაწერას აპირებ და მისი ნაწერების გამოქვეყნების ცდელობა გაქვს, ან შენ იღებ პასუხისგებლობას ანდერძის მიხედვით, რომ ვიღაცის მოთხრობები ჩათვალო, არის გამოსაქვეყნებელი თუ არა. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ უბრუნდები ჩემთვის ძალიან საინტერესო კაცს მაქს ბროდს, რომელმაც ყოველგვარი ყოყმანის გარშე თავის თავზე აიღო პასუხისგებლობა კაფკას სიკვდილის შემდგომი ცხოვრების გაგრძელებისა და აქ ხედავთ, რომ ის გადაწყვეტს თავის ნიჭიერი მეგობრის ნაწერები გამოაქვეყნოს, თუმცა ფინანსური სარგებელი თვითონ ნახოს, მისი ცოლი ცოლად მოიყვანოს, თანამედროვე პატრიარქალური საზოგადოების გაგებით და რაღაცნაირი მორალის კუთხით სრულიად უმსგავსო პერსონაჟი ყავს ამ ნათანიელის სახით, იმიტომ რომ ის ითვისებს ყველაფერს, ტექსტებს, ფინანსებს, ცოლს, სხვის შვილს, ბოლოს დედასაც, ართმევს ყველაფერს, მაგრამ ამით ის არ ხდება სავსე პირიქით. ის აღარ არსებობს და ყველანაირად იკარგება სამაგერო თავის ბიოგრაფიის, სხვისი ბიოგრაფიის. ეს რა თქმა უნდა მისი სურვილი არ იყო ეს თითქოს ასე ვთქვათ მისი მეგობრის ამ ფენ-შოუს დაბარებულს ასრულებს, მაგრამ შუაგზაში გამოჩნდება, რომ აქეთ იყო კვლევის ობიექტი. ხო, იმიტომ რომ რაღაცნაირი ონტოლოგიური ტექსტია, ხო, პრინციპში ტექსტი წერს ტექსტებზე და
იჟღინთებიან ადამიანები ერთმანეთში, ხო, მარტო ამბავი არ არის, ხა ეს ამბავის მოვყევით, ეს არ არის ამაზე. ძალიან კარგად მოყევი, იმიტომ რომ ძალიან რთული ამის მოყევით, რომ ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა აქვს ამ აბსოლუტურად და პოსტმოდერნისტული ტექსტია კლასიკური გაგებით. კი, და ბეკეტი მაინც მინიმუმ საკითხული უნდა კონდეს, რომ აქ ხო, ალუზიები, აი ეს გარდასახვა და სუბიექტი, რომელიც კრება და ობიექტი იძენს მის თვისებებს და ძალიან რთულია რომ მოიხელთო რეალობა ეს არის სწორედ ტექსტი ტექსტზე და ტექსტი არის ქალაქი და მაინც შემთხვევითი არ არის ხო რომ ნიუ-იორკული ტრილოგია ქვია ამ წიგს იმიტომ რომ ეს არის ქალაქის ისტორია რომელშიც ხარ ჩაკარგული ამ ქალაქის რიტმში და მასაში, მაგრამ რაც ალბათ ახასიათებს ძალიან ნიუ-იორკს, აი ამ ჩაკარგულობის მიუხედავად შენ არ კარგავ შენს ინდივიდუალობასაც. მაგრამ შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, აქაც ისევ ეს არის მარტოობა. დიდი ქალაქისთვის დამახასიათებელი, ჯერ ეს ერთი მწერლისთვის დამახასიათებელი, მოაზროვნე ადამიანისთვის, დიდ ქალაქში, მეგაპოლისში მცხოვრ. მე ძალიან დიდი თავისუფლება ვიგრძენ ნიუ-იორკში, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველანაირი შეზღუდვისა და დაკვირვების გარეშე, თქვა, პატარა ქალაქში რამდენადაც გიყურებენ, რომ ჩაივლი აქ იმდენად და ცოტა ხანი ეს რა კარგია. ის რამდენიმე საათი თუ რამდენიმე დღე როცა ნიუ-იორკში ხარ და არავინ გაკვირდება რა კარგია, მაგრამ ადამიანები, რომლებიც მარტოობას უძლებენ, თუნდაც ეს მათი არჩევანი იყოს, რაღაც დროს თვითონვე ქირაობენ კერძო დეტექტივებს, რომ ვიღაცა მოუყუროს, ვიღაცა დააკვირდეს, ვიღაცისთვის საინტერესო იყოს, იმიტომ რომ ადამიანს ჭირდება დამკვირვებელი. და ყველას უხარია, თუ შენ გეტყვიან ხოლმე რომ მე მწყინს რო ჩემზე წერ. ეს არ დაიჭერო, იმიტომ რომ ყველას უხარია, როდესაც მას წერალი აკვირდება. გმირი იყოს, პერსონაჟი იყოს. გმირი იყოს, პერსონაჟი იყოს. ესეც ძალიან კარგად ჩანს სამივე ნაწილში, რომ ესეც არის მარტოობის, აი ეს კერძო დეტექტივის ამბავით, ჩემი აზრით, ზუსტად ამაზე მეტყოლებს, როგორ უნდა ადამიანს, რომ ვიღაცა იკვლიოს კი არა, მხოლოდ მასაც იკვლებდნენ და ამით ბედნიერია. და დადიხარ ნიუ-იორკის ქუჩებში რაღაც დროს გიჩნდება განცდა რომ კინოში ხარ შენც და ეს კინოში ყოფნა ალბათ ყველასთვის ნაცნობი განცდაა ხო? ხო, სრულიად. იმიტომ რომ ხო ნიუ-იორკის აი ეს თავისუფლება ეს და ძალიან უცნაური რამ, რაც პოლ ოსტერს ამ წიგნში მიუხედავად სიმძიმისა და ძალიან დრამატულ რაღაცებს ხვება, ხო, ამ წიგნში. საკმაოდ მელანქოლიური წიგნიც არის, საკმაოდ დეპრესიული, საკმაოდ საშიშიც, მაგრამ სულ არის სიმყუდროვე. ნიუ-იორკი ძალიან მყუდრო ქალაქია. მიუხედავად ამ ცათამბჯენებისა, მიუხედავად აი ამ მეგალომანიისა, რომელიც ნიუ-იორკია, ხო? ტემპისა, რომელიც ადამიანისთვის ძალიან არაბუნებრივი აბსოლუტურად, მაგრამ ეს არის საოცრად მყუდრო ქალაქი. და პოლ ოსტერის წიგნში ჩვენ ვხედავთ იმგვარ პოეტიკას, რომელიც საერთოდ არის ამ მწერლები, რომელიც მიმულები არიან ქალაქთან, ხო? ქალაქის აი რაღაცა ასეთი მოთხრობაც კი არსებობს ერთი მწერლის ქალაქი და მისი ეროგენული ზონების, რაღაცა ქალაქი და სექსუალობა ეს საკითხი. ხო, ისევ და ისევ ხშირად ვახსენებ ხოლმე ვლადიმერ სოროკინს. მას აქვს საკმაოდ ისეთი კარგი ტექსტია, ძალიან საინტერესო, რამდენიმე ქალაქზე საუბრობს, ოღონდ ქალაქში სწორედაც ეძებს იმ ადგილებს, საიდანაც რაღაცნაირი სექსუალური ფლუიდებია კონცენტრირებული. აი ეს ნიუ-იორკი როგორც სექსუალობის, თავისუფლების, მარტოობის და სიკვდილის იმავდროულად შესაძლებლობა პოლ ოსტერში არის რაღაცნაირად განსაკუთრებული დაკვირვებულობით ჩემთვის. თვითონ არა აღწერილი არ არის მთლად ეს სწორი სიტყვა, არამედ გაცოცხლებული, გადმოტანილი. ერთ მნიშვნელოვნად პოლ ოსტერი ჩემთვის ხო შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვუდი ალენი, ვთქვათ, ნიუ-იორკის პოეტი ან სხვადასხვა ან ნებისმიერი სხვა პოლ ოსტერი ეს არის ნიუ-იორკის ავტორი. ვთქვათ, ქალაქები იგივე დიობლინი შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ბერლინის ავტორი, ხო? ან ვთქვათ, ვენის არის იოზეფ როტი იქნება თუ ბერნჰარდი იქნება. ან ვთქვათ, პარიზის, დიდი ფრანგები რომ არ ვახსენოთ, ჩემთვის მე და შენ ამაზე გვისაუბრია, ჰენრი მილერი არის, კიბოსტროპიკი, ან სხვადასხვა, ხო? თბილისსაც თავისი
პოეტები ჰყავს, ხო? ანუ ავტორებს გულისხმობ, თავისთავად ცხადია, ქალაქის სული. აი ეს იდუმალება და ჰოფმანისეული მე ვიტყოდი, რომანტიზმი მიუხედავად რომ ძალიან ახლოს შეიძლება პოლოსტერი ჰოფმანთან არ იყოს, მე ვფიქრობ რომ მაინც პოლოსტერი წერს ზღაპარს ქალაქზე და ლიტერატურაზე. თუ ავითვალისწინებთ რომ ჰოფმანის გავლენა შემდგომ აბსურდისტებზეც ძალიან დიდია და გროტესკისტებზეც და ზოგადად რა თქმა უნდა აქაც არის ეს და პლუს ძალიან მიყვარს აქ ჩართული ამბები მაგალითად ყველაზე ძალიან აი უოლტ უიტმენის ისტორია რომელიც სინამდვილეშიც მართლა ასე მოხდა უბრალოდ მე ლეგენდები გავრცელდა რომ მისი ტვინის გამოკვლევა უნდათ როგორც რაღაც განსაკუთრებულის და გენიოსის და ხელიდან ლაბორატორიაში გაუვარდა და აი ასე ვერ შევისწავლეთ ამ დიდებული ადამიანის ტვინი, ხო? და აქ კიდევ ერთხელ გამახსენდა ზუსტად ამას წინათ რაზეც საუბრობდით, რამდენად თვითონ ზოგჯერ ადამიანის სიკვდილის შემდეგ მისტიციზმს და ისტორიასაც თვითონ იქმნის რაღაცნაირად, ხო? ეს განსაკუთრებული აქცენტი რო გააკეთა, რომ აჰა და კონდეთ ზუსტად ის ტვინი გაუვარდათ მაგდათ ხელიდან. უფრო სწორად სინამდვილეში როგორც მე ვნახე და მაინტერესა, ხო, ამის მერე, სინამდვილეში არ იყო დაცული შენახვის ტვინსაც აქვს თავის შენახვის პირობებით. როგორც სიცოცხლეში ჭირდება ტვინს კარგად შენახვა, ისე მერეც რო არ გაფუჭდეს და ხო, მაგრამ სიცოცხლეში მას აფუჭებს პროპაგანდა და სიკვდილის მერე ცუდი და ცხადია და აქ ამ ისტორიებში ლეგენდა და ირონია. ირონია რა თქმა უნდა. პოლოსტერის ირონია და თვითონ თავისთავად რომ ჩვენ ვკითხულობ დეტექტივს ბახტინის ამბავი ბახტინის ამბავი გერმანელზე რო დაწერა და ამიტომ მე რადგან ესეთი ამბავი დაემართა გერმანიას ომის სახით გადაწყვიტა თურმე რომ იმაში ციგარები გაეხვია და ნაწერი ესე გაენადგურებინა ხო ესეც როგორი ის არის ამბავი ესეთი ლეგენდებიც ასე კუნდერასეული ხო ზოგჯერ კუნდერაც ასეთ ანეკდოტს რაღაცით ასევე გვანან ხო იმიტომ რომ მათთვის ესეთი ტიპის ანეკდოტები საჭიროა სწორედ პოსტმოდერნისტული ფილოსოფიისათვის და ირონიაც ის რომ პოსტმოდერნისტული ტექსტია თავისთავად არის თვალსაჩინო რომ აღმოჩნდებით ვიწყებთ დეტექტივების კითხვას სამივიან პატარა რომანში და სინამდვილეში სადღაც ძალიან მალევე ვხვდებით რომ არანაირად მნიშვნელობა არ აქვს უშუალოდ კლასიკური დეტექტივის ფორმას. ხო, ვინც ახლა დამნაშავეს არ ვეძებთ საბოლოო ჯამში. და სხვათაშორის ძალიან კარგი მეთოდია წიგნში შესატყუებლად. მაგრამ თუ ვინმე იქ ჟორჟ სიმენონს ელოდება, დიდი იმედგაცრუება. რასაკვირველია და ძალიან მე როდესაც ვკითხულობდი, თქვათ, წლებისა და წლების წინ პირველად აი ამ რომანს გამახსენდა ისტორიები აგათა კრისტის, რომელიც თავისთავად ინტელექტუალური თამაშებია, ხო, მისი დეტექტივები და უნიკალური კლასიკოსია ხო დეტექტივის და როგორ ქონდა მას ოცნება უკვე ღრმა ხანდაზმულობისას რომ დაეწერა ისეთი დეტექტივი სადაც დამნაშავე აღმოჩნდებოდა მკითხველი და კიდევაც არის სუბიექტი ხო და ხელნაწერების კითხვა და ასე შემდეგ ერთ-ერთი მისი მეგობრის მოგონება უკვე ლოგინად არის ავტორი აგათა კრისტისზე საუბრობ და ვიღაცა ყვება ოთახში ვიყავითო და ვიღაცა ყვებოდაო უბრალოდ თავის ნათესავზე რომელიც თავის კბილის პროტესტს ინახავდა დასპირტულ ხსნარში და უეცად პრინციპში მომაკვდა აგათა კრისტის აენთო თვალებიო და მივხვდი რომ რაღაცა დაინახა სიუჟეტური წარმოიდგინა იქ მაგრამ თავარი კონცეფცია რომ კითხველი არის თვითონ თანამონაწილე და ავტორი უпроსწორად იმ ტექსტისა რომელსაც კითხულობს ჩემთვის პოლოსტერის ეს ტექსტი არის ამის ძალიან თვალსაჩინო გამომხატველი ანუ პრინციპში გვრთავს კულტუროლოგიურ პროცესში ავტორი. ამიტომ ალუზიები, ამიტომ დეტექტივი, რომელიც დეტექტივი არ არის, რა ქვია უნდა გავიხსენოთ აკა მორჩილაძის გადაფრენა მადათოვზე და უკან, სადაც აღმოვაჩენთ, რომ მართალია დეტექტივს ვკითხულობთ, მაგრამ საბოლოოდ საერთოდ არ არის დიდად მნიშვნელოვანი კვლელის ვინაობა დავადგინოთ, იმიტომ რომ ბოლოს ავტორი კომენტარებში ჩამონათვალში გაგვიმხელს ამას. სულ არ ყოფილა ეს მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს მაშინ ტექსტს გააბანალურებდა და მე და შეხსიერად გვიხსენებია, რომ ყველაზე დიდი დეტექტივი ალბათ არის გაბრიელ გარსია მარკეს რო დავესესხოთ, სოფოკლეს ოიდიპოს მეფე, სადაც გამომძიებელი საბოლოოდ აღმოაჩენს, რომ დამნაშავე არის თვითონ, არა გარეთ
დანაშაული არამედ შიგნით და ამ დეტექტივს ასევე გვითქვამს, რომ გენიალურად აქცევს ის, რომ მაინც მიდიხარ და უყურებ მიუხედავად იცი უკვე ზეპირად ამდენი საუკუნე რა მოხდა. რა მოხდა, ასაკურებელია. აი ეს არის სარკე. ერთჯერად და მრავალჯერად დეტექტივებს შორის სხვაობა არის, როგორ ვითარდება, ანუ რა აქვს ფინალი და რისთვის დაიწერა და რამდენად მრავალჯერადი შეიძლება იყოს. ანუ რამდენად მოგინდეს, რომ კიდევ და კიდევ გადაიკითხო. აბსოლუტურად. ეს იცავს დეტექტიურობისგან კარგ წიგნს. ხო. ამიტომ შენი აზრით პრინციპში ეს ტექსტი კულტურაზეა, ეს ტექსტი ლიტერატურაზეა, ამ წერალზეა? მე ვფიქრობ დიდი დოზით არის წერალზე, რადგან ყველა ქცევა, რომელსაც ჩვენ აქ ხედავთ, დაკვირვების ობიექტის არჩევა, ცხოვრების შეცვლა, ჩვეულებრივი ადამიანისთვის, ჩემთვის მაგალითად გაუგებარი, რატომ უნდა მიატოვო საყვარელი ადამიანი, არ გაუმხილოთ, რომ მიდიხარ ცოტა ხნით, რა შეიძლება იყოს საკუთარ პირად ცხოვრებაზე უფრო მნიშვნელოვანი. ამაზე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს კიდევ უფრო პირადი, ეს არის წერა. და აი ეს ახასიათებს ჩემი აზრით წერლებს. ამიტომ ამ შემთხვევით არ არის ნახსენები, თქვათ იგივე პოლოსტერიც, როგორც პერსონაჟი და ჩანს კიდევ ჩემთვის იცი რა იყო კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ქართველისთვის. რამდენიმე ეპიზოდში ჩანს, რომ აი ჰონორარით როგორ შეუძლია მწერალს, რომ რაღაცა თავის თავს უფლება მისცეს, ცოტა დეტექტივობანა ითამაშოს, რამდენიმე არაფერი აკეთოს. აი ეს რო კითხობდი ჩემ თავზე გამეცნე, იმიტომ ირონიისკენ აუცილებლად განგაწყობს ლიტერატურა და პირველ რიგში თვით ირონიისკენ, რომ აი რა კარგია, რომ აქვთ ამის ფუფუნება, რაც ქართულ მწერლებს მაგალითად არ აქვთ, როგორ კარგადაც არ უნდა წერდნენ, რომ 6 თვე ითამაშონ დეტექტივობანა მაგალითად. და რაღაც როლში შევიდნენ, ხო? ესეც მნიშვნელოვანი. ასევე ჩემი აზრით აი ეს ჰესეს მიერ ხსენებულიც აი ეს ბეობახტერი, ხო, ადამიანი, რომელიც აკვირდება. ჯერსეთის არისტოტელემ დაიწყო დაკვირვებით კანონზომიერებების დანახვა. ამის გარეშე ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ ცხოვრებას და თავს აკვირდება, ვერაფერს ვერ დაწერს. და აი აქ ჩვენ ხედავთ ზუსტად იმას, რომ როგორც ადამიანი შეიძლება ყველაფერი დაგენგრეს, მათ შორის გახსოვს საკუთარ შეყვარებულ სხვა კაცთან ერთად რო ხდება ქუჩაში. და ხდება, რომ პრეტენზიაც ვერ ექნება, იმიტომ რომ დაავიწყდა თავისი პირადი, სხვისი პირადით არის მოცული და ეს ემართება ზუსტად ამ პროფესიას, წერალს. როდესაც ის წერს, არსებობს მხოლოდ ტექსტი. და ამაზე პასუხი შენ უფრო კარგად გექნება, ეხლა რა ხდება ამ დროს, რა ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური პროცესები მიდის, როდესაც წიგნით მოცული ხარ. და კიდევ გამახსენდა აი ამ კითხვაზე გახსოვს შარშან მეუბნებოდი, რომ საკუთარი ქვეყნის კონტექსტი ზოგჯერ არ გაძლევს საშუალებას აი ამ თითქოს ეს ესკაპიზმის დანაშაული იქნება, რომ ჩაიკეტო და წერო. აბსოლუტურად. და ამის ფუფუნება ხა ნიუ-იორკში თუ არის, აქ არ არის, ხო? აბსოლუტურად. იმიტომ რომ შეიძლება ყალბი გამოვიდეს ამ დროს ტექსტი, როცა გარეთ უფრო დიდი წიგნი ხდება, ვიდრე ოთახში. ცხადია და როდესაც ისტორია არ გივარდება აგრესიულად და ხმაურით ხო. წერლობა ფუფუნება გახდა. ბუნებრივია. ხო, მაგრამ დამკვირვებლობა ეს რაც. შენ არ ფიქრობ, რომ აი ეს ტრილოგია ზუსტადაც რომ წერალზეა და მის აბსოლუტურად. ამიტომაც დავსი ეს მწერლის ისტორია. ეს აბსოლუტურად მწერლის ისტორია, დაკვირვება, მოცულობა ლიტერატური და ლიტერატურულ პერსონაჟად ქცევა არის. ამას გულისხმობს, რომ ანუ თუ კი არსებობს ტერიტორია, მხოლოდ ლიტერატურული ტერიტორია არსებობს, ხო? იგივე ჩემს მიხსენებული გაბრიელ გარსია მარკესის სიტყვები, რომელსაც ალბათ ყველა მწერალი მოაწერს ხელს, ასეთია, არ არსებობს წამი და წუთი მით უმეტეს, რომ მე არ ვფიქრობდე ჩემ რომანზე, რომელზედაც იმ დროს მუშაობ. რასაც არ უნდა ვაკეთებდე. დავდიოდე, ვიღვიძებდე, ვიძინებდე, ჭამდე, რავი, ყველაფერი. და პლუს ამას ცოტა კიდევ ალბათ მე და შენ ეს გამოცდილებაც გქონია, ცოტა გიპერსონაჟდება და ტექსტუალური ხდება ზოგადად სამყაროც. და ეს რაღაც დროს შველის, რომ შეხედოთ თუნდაც შენ ტერს როგორც პერსონაჟს, მაგრამ ამავე დროს ზოგჯერ სიფხიზლეს გიკარგავს, რომ ცხოვრება არ არის ტექსტი. შენ რომელსაც შენ წერს, სხვა წერს. ძალიან ბევრი რაღაცის მოყოლა შეგიძლია შენ ამაზე, თუ როგორ შეიძლება დააკვირდი ადამიანს ელემენტი დაიჭირო და აქციო შემდეგ პერსონაჟად. თუ ეს არის. იმიტომ რომ ხო ისე და ისე ვები რომ სხვა წერს, მე ტექსტ რომელსაც შენი ცხოვრების ტექსტს ამ დროს სხვა წერს ვიღაც დემიურგი. ხო, თომას მანის ნობელის სიტყვები რომ წერლობა ეს არის დაკვირვების ხელობა, დაკვირვების. იგივე ამბობს ხო ყველა მწერალი, იმიტომ რომ
და არისტოტელემ დაიწყო წყილებზე დაკვირვებით ბუნების კანონების გამოცნობა. იმიტომ რომ არისტოტელემ დასვა პირველი შეკითხვა, საერთოდ დაიწყე ფილოსოფია გაოცებით შეკითხვით, რატომ და დავაკვირდე რომ ამ რატომს მოუძებნო პასუხი. ახლახანს გარდაიცვალა ძალიან დიდი მეცნიერი შიმპანზეების კვლევარი ჯეინ გუდალი, რომელმაც ჩაწერა ინტერვიუ და თქვა რომ მე რომ მოვკვდები, მე გამოაქვეყნეთ და იქ ამბობს ძალიან საინტერესო ამბავს, როდესაც ჟურნალისტი ეკითხება, არიწყენდი, აი წარმოვიდგინე თვეები უნდა იჯდე მარტო სადღაც და აკვირდებოდე და შიმპანზეების გარდა ისე შეიძლება ისეთ ადგილზე იყოს, საერთოდ არაფერი არ ხდება, ის შიმპანზეც არ იყოს ახლა იმ მომენტში, ხო არ დაგიჯდება შენ რომ აჰა დამაკვირდი. იქ არ არის ეს სოციალური გარემო და ძალიან საინტერესო რაღაც თქვა რომ მე არასოდეს თუ თქვენ მოინდომებთ და წერლის უპირატესობაც მეცნიერის, დამკვირვებლის, მკვლევარის ცხოვრება ვერ იქნება უინტერესო. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ითქვა, იმიტომ რომ მე აეროპორტშიც კი როდესაც რეისი აგვიანებდა ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკვირდებოდი ბეღურას, რომელიც თავისი შეყვარებულისთვის ნაცეცის აღებას ცდილობდა და როგორ უშლიდა ვიღაცის ფეხები და ნაბიჯები ამ დროს ხალხს. ამიტომ არ შეიძლება და ჩვენ მე და ლაშა სტუდენტებს ხშირად ვეუბნებით ხოლმე რომ ჩაწერეთ ყოველდღე ერთი წინადადება რაც თვალში მოგხვდებათ ეს უკვე არის შეთავაზება რომ დააკვირდით თელ დღეს და რაც თავარია საკუთარი თავის იქით ხდება ყველაფერი საინტერესო და მე ზუსტად პოულობ იმ შენ საკუთარ თავს ეს არის მწერლობა ჩემი აზრით იმიტომ რომ არ არის მწერლები რომელიც საკუთარ თავზე წერენ ხოლმე მხოლოდ არის უინტერესო. ხო, პრინციპში ხო, მაგრამ არ გამორიცხავს თვითფიქსაციას და რეფლექსიას, მაგრამ არ არსებობს ასეთი რეალობა, სადაც არაფერი არ ხდება. გადავსებულია ამბებით საკუთარ თავზე მაშინ ლაპარაკობ ყველაზე კარგად, როდესაც ყვები რას დააკვირდი. ხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ რა თქმა უნდა ეს წიგნი არის წერალზე, მაგრამ არ იფიქროთ რომ ვინც წერალი არ არის, არ მოეწონება. ბევრი რამე მოგინდებათ წერა, დეტექტივსაც აიკითხავთ. ხო, და დაფიქრება იმაზე, გვინდა რომ გვიყურონ თუ არ გვინდა. ალბათ პირველი პასუხი არის ხოლმე რომ არ მინდა რომ გვიყურონ, მაგრამ დადგავს დამერთე საუკუნის მეორე ნახევარი, გაჩნდა TikTok-ი, გაჩნდა Instagram-ი, გაჩნდა ტელეფონი როგორც მედია და ჩვენ ნახეთ რომ ექსგიბიციონისტი კიდე უფრო მეტია ვიდრე ვუერისტი და ამას გარდა ფულისა მოაქვს რაღაცნაირი სიამოვნება რომ აი ახლა ვიწყებ ჭამას და ბევრია ასეთი ვიდეო და ახლა თქვენ მე მიყურეთ ჩემთან ერთად და დამაკვირდით ასე რომ კი ადამიანებს უნდათ რომ მათზე წერონ და მათზე ილაპარაკონ. ძალიან ხო, ხოლო ძალიან გადაღლილ ადამიანს უნდა რომ ყველას გაეცალოს და სადღაც ისეთ ადგილზე იცხოვროს, სადაც არც სოციალური ქსელი იქნება, ან მე მაგალითად მგონია რომ უკვე ინტერნეტის გარეშე სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყება კაცობრიობას უცებ ერთი დღით რომ გაითიშოს რაღაცნაირად ინტერნეტი, ეს შეიძლება უკვე რაღაცა ჰაერის გაქრობის რომელიც მე ვფიქრობ ნევროტული აკვიატება. კი, მაგრამ ასეთი ნევროტული აკვიატება უკვე გახდა ჩვენი ცხოვრების ნაწილი, ხო? გადაჩვევა შეიძლება, მაგრამ რა გვინდა? და ეს ნევროზი ჩანს ამ ტექსტში. ჩანს, აი ზუსტად გადავსებულობა. და კიდევ პარადოქსი, თუმცა ძალიან ლოგიკური პარადოქსი, თუ ასეთი შეიძლება არსებობდეს ოქსიმორონია, რაც უფრო დიდი, სავსე და საინტერესოა ქალაქი, მით მარტო გზნობ თავს იქ. ასე რომ შევთავაზოთ ჩვენს კითხვას პოლოსტერის ნიუ-იორკული ტრილოგია, ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ამერიკული რომანების კრებული და შემდეგ პოდკასტამდე დაგემშვიდობოთ. მადლობა ჩვენ სპონსორს Coca-Cola-ს, მადლობა თქვენ რომ გვიყურებთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი. გემშვიდობებით შემდეგ წიგნამდე.